ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩი დანიშნა. განკარგულება, რომელიც 26 იანვარს გამოეცა, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტის თანახმად, მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იქნება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბროდოვიჩი 1996 წლიდან მუშაობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ის იყო უკრაინის კონსული სტამბოლში, ასევე გენერალური კონსული კრაკოვში, ხოლო 2015-22 წლებში უკრაინის სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიაში. როდესაც საუბრობთ, რა თქმა უნდა, იმ კონფრონტაციაზე, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ და ეხაც არის, მაგრამ ეს იყო ძალიან ლოგიკური, რომ ელჩი რაღაც პერიოდში არ იყო, იმიტომ რომ ამ ქვეყანებს შორის მოხდა უპრეცედენტო რამ, ყველაზე მეტად ეიმედებოდა საქართველოში და ამ დროს საქართველოს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად იყო ქცეული და მისი წარმომადგენლები რუსულ ნარატივებს ავრცელებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო არენაზე, ხო? ამიტომაც ძალიან ბუნებრივი იყო ის, რომ ასეთი სამწუხარო შემთხვევები იყო, თუმცა ეხლა ჩვენთვის ლეგიტიმური იქნება თუ არალეგიტიმური იქნება საქართველოს მთავრობა უკრაინის ხელისუფლებას და ზოგადად უკრაინულ სახელმწიფოს უნდა ყავდეს წარმომადგენელი საქართველოში, ამიტომ მხოლოდ მივესალმებით. არაფერი არ შეცვლილა. საქართველოს საზოგადოებას და საქართველოს სახელმწიფოს რაც ქონდა პოზიცია ომთან დაკავშირებით, მშვიდობასთან დაკავშირებით, პარტნიორობასთან დაკავშირებით, იგივეა აბსოლუტურად. რატომ გაიწვია? კითხვა არის ძალიან მარტივი. რატომ გაიწვია? ყველაზე გვიან ჩვენი ელჩი იყო, რომელიც წავიდა კიევიდან. ბომბების ქვეშ მუშაობდა ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე და პასუხი ეს იყო უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ ელჩი გაიწვია, მაგრამ მაშინ ჰქონდათ როგორც ჩანს მოლოდინი, რომ შეძლებდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და ეს რომ ვერ შეძლეს, ეხლა უკვე გადატვირთვის პოლიტიკა მიდის. ბატონი ზელენსკის მხრიდან ელჩის გაწვევა ემსახურებოდა მხოლოდ ერთ რამეს, რომ მას სურდა შემოეტანა, ასე ვთქვათ, რაღაცა აჟიოტაჟი საქართველოში, გაეღიზიანებინა ჩვენი მოქალაქეები და აქციები გადასულიყო ისეთ მუხტიან ფაზაში, როდესაც უკვე ქვეყნის რევოლუციური გზით დამხობა იქნებოდა შესაძლებელი. ეხლა როგორც ჩანს, იგი აანალიზებს თავის შეცდომებს, ინანიებს, ესე ვთქვათ, დანიშნა ელჩი, თუმცა ჩვენთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, როგორც ვიდექით უკრაინელი ხალხის გვერდში, ისე ვაპირებთ, რომ ვიდგეთ უკრაინელების გვერდში და ამაზე მეტყველებს ის უპრეცედენტო მასშტაბის ჰუმანიტარული დახმარება, რაც ჩვენი ზომის ქვეყანასაა გაწეული.